გამარჯობა. მიხარია რომ ფოთში ვარ. იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ფოთელები და მე მგონი ფოთელებსაც უყვარვარ ვინც მიცნობს. და ახალი ნაცნობები შევიძინე და მიხარია ესეც. დღეს ახლა ჩვენ ჩამოვედით ფოთში რომ ჩვენს კითხველს საშუალება მივცეთ რომ ფასდაკლებებით შეიძინონ ჩვენი წიგნები. და არა მარტო ჩვენ სხვა გამომცემლობებიც ესე შემოვიდნენ და მოვიდნენ დღეს. და ეს იყო საერთაშორისო წიგნის თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ინიციატივა და მათი ორგანიზებით მოახერხეთ ფოთამდე ჩამოღწევა. ხვალ ბათუმში გელოდებით, ბათუმში ჩავალთ და ეს რეგიონალურ ფესტივალებს ნელ-ნელა ვაკეთებთ. მანამდე ვიყავით ქუთაისში, ხაშურში. და მოკლედ კარგია ეს რეგიონალური ფესტივალები, ალბათ დამეთანხმები ხომ? რაც შეეხება ახლა ჩვენს წიგნებს. ჩვენი გამომცემლობა უკვე 6 წელი არსებობს. პანდემიის დროს დავაარსეთ. როცა სახლში ვიჯექით, ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ადამიანებისთვის შესაძლებლობა მიგვეცა რომ წიგნები ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი. დავიწყე წიგნები თავიდან სამეცნიერო წიგნებით, იმიტომ რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვასწავლიდი და ახლა ჯერჯერობით 2 უნივერსიტეტში დავრჩი, იმიტომ რომ გამომცემლობას ძალიან ბევრი დრო მიაქვს. რადგან ფაქტობრივად ყველა წიგნის წაკითხვა მიწევს თავიდან ბოლომდე და რედაქტორმა რო წაიკითხოს მაინც ვკითხულობ, იმიტომ რომ მინიმალურამდე დავიყვანოთ ხოლმე შეცდომები წიგნში. მე დავიწყე ოშოებით. ოშო არის ინდოელი მისტიკოსი და ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. მსოფლიოში ცნობილია ოშო. და რა ვიცი 16 წიგნამდე უკვე ნათარგმნი მაქვს. და პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში, ძალიან მომწონს ეს, იმიტომ რომ პირველად მე რომ წავიკითხე მდოგის მარცვალი, აი ეს წიგნი, მაგრამ ეს წიგნი მაშინ სხვა ავტორის, სხვა მთარგმნელი იყო და ამ მდოგის მარცვალმა აბსოლუტურად შემიცვალა ცნობიერება. აი აბსოლუტურად ამომიყირავა და ოშოს თარგმნა, იმიტომ დავიწყე რომ ვიფიქრე რომ ცარიელი ნავივთარგმნე პირველად. ვიფიქრე რომ მე თუ შემიცვალა ცნობიერება, სხვასაც შეუცვლიდა ცნობიერებას. და ესე მე ნელ-ნელა მივყევი, რადგან მკითხველი დაინტერესდა, როგორც გითხარით, უკვე 16 წიგნამდე ავედი. და მე მკითხველის ძალიან დიდი თხოვნის შედეგად მდოგის მარცვალის ვთარგმნე. ანუ ის პირველი წიგნი, რომელიც პირველად წავიკითხე მე თვითონ. კიდევ რა გითხრა, ხო, კონკურსს ვაკეთებთ ახლა. ჩემი მთისული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან იცლება და აი ეს წიგნი იყო პირველი, სადაც პირველი კონკურსიდან შევიდა 10 საუკეთესო ნაწარმოები, მოთხრობა. ახლა ამ წელს, რაც კონკურსი დავიწყეთ, კიდევ ვაპირებ წიგნის გამოცემას, ოღონდ მოთხრობებთან ერთად ლექსებით შევა აუცილებლად, იმიტომ რომ პოეტები რო არ დავჩაგროთ და 1 სექტემბრამდეა ვადა. ანუ მასალების გამოგზავნის. და 21 დეკემბერს არის მთის საერთაშორისო დღე და 21 დეკემბერს გადავცემთ დაჯილდოებულ, ანუ გამარჯვებულებს პრიზებს. რამდენად მოვახერხებთ ახლა ამ პრიზებს არ ვიცი, იმიტომ რომ სპონსორი ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ იმედი მაქვს რომ გამოჩნდება. თუმცა რომ არ გამოჩნდეს, მაინც გულს არ დავუწყვიტავთ. რაღაცას მოვიფიქრებთ, მოკლედ კრეატიულები ვართ მაგ მხრივ. რაც შეეხება ახლა ფოტოჟურნალისტიკას, პროფესია ფოტოგრაფი გამოვეცი ცოტა ხნის წინ. საკმაოდ პოპულარული წიგნი გახდა, სულ 6 თვეა რაც გამოვიდა ეს წიგნი და საკმაოდ კარგი გაყიდვები გვაქვს ამ წიგნის, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერია შესული, როგორ გადავიღოთ, რა რეჟიმები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორ თქვათ იგივე ამინდების დროს, აი თქვათ მზიან ამინდში როგორ გადავიღოთ, წვიმიან ამინდში როგორ გადავიღოთ, აბსოლუტურად ყველაფერია. ტექნიკიდან დაწყებული, გადაღების ტექნიკიდან დაწყებული, თქვათ იგივე უფლებებით დამთავრებული. მაგალითად, პლაგიატი როგორ დავიცვათ, ან საავტორო უფლებები როგორ დავიცვათ, 200-მდე მეტი ილუსტრაცია შესული და არის ასევე ცნობილი ფოტოგრაფების, ანუ უფრო ფოტოჟურნალისტების ისა მაქვს შეყვანილი ბიოგრაფიები და ფოტოები, აი აგერ ბატონო. ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ილუსტრირებულია ესე. ცნობილი ფოტომასალებით არის შედგენილი.
ჩვენ გვაქვს კიდევ ანონიმური ფსევდონიმით რომ წერს, ეს არის მარტოხელა. უკვე 4 წიგნი გვაქვს პრინციპში, იმიტომ რომ ის მინიშნებებიც აი ეს წიგნი მინიშნებებიც მისი გაკეთებულია. აი აგერ მეორე მთვარე 8 ხატია. და ეს იყო პირველი წიგნი, მართალი გითხრათ, მე იყო ეს რომანია, კატა რომელიც ქალს უსმენდა. ფაქტობრივად ამის ტირაჟი უკვე ამოგვეწურა, ჩატრიალებაზეც კი ვფიქრობთ. ეს არის მეორე წიგნი მარტოხელასი და ამის ისტორია არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც ეს წიგნი გამოვიდა, ერთ-ერთმა ჩვენმა ავტორმა უთხრა ამ ავტორს, რომ ყოველთვის ჩანს ქალი წერს თუ კაცი ამ წიგნებსო და იმ ავტორმა მარტოხელამ უთხრა, რომ მე დაგიწერე ხა ისეთ წიგნს, რომელშიც არ გამოჩნდება ქალია თუ კაცი. და სხვათა შორის დღესდღეობით უკვე როცა ჩვენი მკითხველი მოდის და გვეკითხება ვინ არის ეს მარტოხელა, უცხოელი ავტორია თუ ქართველი, იმასაც ვერ ხვდებიან ქართველია თუ უცხოელი, ისი არის დაწერილი და პრინციპში ქართველი ავტორია რა თქმა უნდა და იმიტომ რომ ჩვენი გამომცემლობა ხელს უწყობს ქართველ ახალგაზრდა ავტორებს და ვცდილობთ რომ მკითხველამდე მიიტანონ თავიანთი წიგნები. ასე რომ მკითხველი დავაბნიეთ, ქალია თუ კაცი ეს მარტოხელა არიციან და ბოლო წიგნი, რომელიც მარტოხელას ფსევდონიმით გამოვიდა, ეს არის ეკლის სახარება, რომელშიც პრინციპში თვითონ ავტორი ყვებოდა, რომ მე გონა რომ შევიშალე, იმიტომ რომ ეს პერსონაჟები მელაპარაკებოდნენ. ანუ და როცა დამთავრა წერა, ლაპარაკი შეწყვიტეს. მოკლედ გაეცანით ამ ეკლის სახარებას, იმიტომ რომ ქრისტეზეა და ყვებიან ის პერსონაჟები, რომელსაც თითქმის არავინ არ უსვეს. ეს არის წვიმა, წვიმის წვეთი, ეს არის მამალი, პილატეს ძაღლი და ასე შემდეგ. სულ 7 პერსონაჟია და მე ვფიქრობ, რომ საინტერესოდ არის გადმოცემული გოლგოთაზე მიმდინარე ამბები. ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და თუმცა ჯიუტობა გამოგვდის, მაგრამ წერან კერძო საუბარში გითხარი, რომ ხელფასი არ მაქვს მეთქი და ხელფასი იმიტომ არ მაქვს, რომ ვცდილობ, რომ ეს შემოსავალი რაც შემოდის გაყიდული წიგნებიდან, ახალ წიგნებში ჩავატრიალო, რომ იგივე ოშოებში, ალბათ 16 წიგნს როგორ გავაკეთებდი ისე, ხო, დაფინანსება არ საიდან არ გვაქვს. მადლობა დიდი.